მოგესალმებით, მიქსონი ვისკი მედია, როგორც იცით, ვიმყოფებით ლონდონში, გასვლითი ტურით. ეხლა ამჟამად ჩვენ ვართ ლონდონის ცენტრალურ ნაწილში, სადაც სტუმრობთ ერთ-ერთ საუკეთესო ალკოჰოლის მაღაზიას მსოფლიოში, სახელად Hedonism Wines. Hedonism Wines-ი დაარსდა 2012 წელს. ის ალბათ მსოფლიოში საუკეთესოა მისი არჩევანით, წარმოდგენა რო შეგვექმნას დაახლოებით 6500 სახეობის ღვინო იყიდება და 3000-მდე დასახელების სხვადასხვა ალკოჰოლი. სწორედ ეს უნიკალური არჩევანია, რაც მთელი მსოფლიოდან იზიდავს ამ მაღაზიაში ალკოჰოლის მოყვარულებს. ჩვენი ინტერესის საგანიც, როგორც იცით, ვისკია და Hedonism Wines-ში არნახული ვისკის არჩევანია, როგორც რარიტეტული, ასევე ლიმიტირებული ედიშენების. ჩვენ შეგვიძლია ეს ყველაფერი ადგილზეც ვნახოთ, თუ კი შიგნით შევალთ და უბრალოდ დავტკბეთ დახლით, შეიძლება რაღაცეები შევიძინოთ კიდევაც. იმიტომ რომ საფასო პოლიტიკა Hedonism Wines აქვს საკმაოდ მოქნილი და ერთ-ერთი საუკეთესო ალბათ დიდ ბრიტანეთში. შევიდეთ ვნახოთ უკვე. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ერთ-ერთ საუკეთესო ვიტრინასთან, ალბათ მსოფლიოში, სადაც ვისკის სხვადასხვა რელიზებია წარმოდგენილი. ყველაზე დიდ ყურადღებას ალბათ იქცევს მაკალანის კოლექცია და ასევე ყველაზე მნიშვნელოვანი რელიზი, რომელიც აგდევს და იშვიათად თუ სადმე შევხვდებათ, ეს არის Yamazaki 55 წლიანი დაძველებით, რომელიც ღირდა 550,000 ფუნტი. და ეხა უკვე 395,000 ფუნტზეა ფასი ჩამოწეული, შესაბამისად გელოდებიან კარგ ფასდაკლებაზე, ეს რა თქმა უნდა ხუმრობით. გარდა ამისა არის Springbank-ის ძალიან უნიკალური რელიზები, Balvin-ის 50 წლიანი, Springbank-ის რარიტეტული ხაზია. მოკლედ ნამდვილი 64-ია ყველა ვისკის მოყვარულისთვის და ესეთ არჩევანს ალბათ იშვიათად თუ სადმე ნახავთ. ამ დახზე თუ გადმოვინაცვლებთ, აქ არის ბევრისთვის საყვარელი Dalmores Distillery-ა, რომელიც 53 წლიან რელიზს გვთავაზობს, 40 წლიან რელიზებს გვთავაზობს. არის ასევე Constellation Collection-ი, ძალიან იშვიათი. მოკლედ ამ მაღაზიაში ნამდვილი 64-ია ვისკის მოყვარულებისთვის, როგორც თქვით. ძალიან ხაზგასასმელია და მნიშვნელოვანი, რომ ეს არ არის რაღაც განსაკუთრებული ან მაღალი ფასების ესე რომ ვთქვათ სივრცე პირიქით ეს Hedonism Wines-ი ღიად აცხადებს რომ ცდილობს მისი საფასო პოლიტიკით იყოს კონკურენტუნარიანი და ყველა დანარჩენ ქსელთან თუ მაღაზიასთან ნამდვილ ისეთ ბრძოლაში იყოს ფასების და ეს აშკარად გამოსდით, იმიტომ რომ დიდი ბრიტანეთში ზოგადად ვისკი ძვირი ღირს, რაც უნდა გასაკვირი იყოს მაღალი taksების, იგივე გადასახადების გამო, მაგრამ ეს კონკრეტული მაღაზია ახერხებს იმას, რომ კონკურენციაში იყოს სხვებთან ერთად. ჩვენი აზრით ვისკის მოყვარულებს დაინტერესებს აუცილებლად კიდე Port Ellen-ის ეს საინტერესო არჩევანი 1978 წლიანი რელიზებია, 79 წლიანი 40 წლის დაძველებით Port Ellen-ია. Springbank-ის Balmores ძალიან დიდი არჩევანია, რომელიც ასევე ხელმისაწვდომია და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მისი ნახვა, შეძენა დაგემოვნება, რაც მთავარია. ჩვენი ინფორმაციით, რაც ღია, ეს ინფორმაცია Hedonism Wines-ი იჭერს დაახლოებით 550 კვადრატულ მეტრს და ყოველწლიური ბრუნვა უკვე 100 მილიონ ფუნტამდე ავიდა, რაც დამეთანხმებით, რომ
ნამდვილად რეკორდული მაჩვენებელია და 1 კვადრატულ მეტრზე გაყიდვებით ალბათ მსოფლიო ჩემპიონის ტიტულსაც თამამად ისაკუთრებს. მოკლედ ეს იყო რაც გვინდოდა გვეთქვა მშვენიერ ადგილზე და ეხლა შევეცდებით რამე ისეთი ავარჩიოთ განსხვავებული, რომელიც ამავე დროს ხელსაყრელიც იქნება და კარგი რელიზიც იქნება ჩვენი დეგუსტაციებისთვის, რომელსაც მომავალში აუცილებლად გავმართავთ. დაგველოდეთ ახალი გადაცემები კიდე გელოდებათ. მადლობა ყურადღებისთვის.